ძალიან საინტერესოა ეს ფაქტი, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის პერიოდში პრაქტიკულად მოგვიწია ახლიდან ინსტიტუციების შექმნა და ერთ-ერთი საზომი სახელმწიფო სიძლიერის და სუვერენიტეტის გარანტი, ასე ვთქვათ, არის ჯარი. ჯარის მშენებლობა როგორ დაიწყო, ანუ რა ჩავიბარეთ და შემდეგ უკვე როგორ განვითარდა ჯარის მშენებლობა, იმიტომ რომ 2 წელიწადში მე პრაქტიკულად საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ომის ბრძოლა მოუწიათ. და ამისთვის რაღაც გზა ყველა ვარიანტში გასავლელი იყო და როგორ დაიწყო ეს აღმშენებლობა? როდესაც რევოლუცია დაიწყო რუსეთში, ამას მოყვა საფრთხე რომ დაშლილიყო საერთოდ ფრონტი და კავკასიაში გადაწყდა, არა მარტო კავკასიაში, ზოგადად, რომ ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიქმნათ კორპუსები. შეიქმნა სომხური და ქართული კორპუსი, რომელიც რუსეთის არმიის შემადგენლობაში იყო, მაგრამ დაკომპლექტდებოდა ქართველებით და სომხებით. და ეს იყო ანუ ჩანასახო ის მდგომარეობაში ის ქართული ჯარი, რომელიც აი მას დაეფუძნა. გაბაშვილი იყო გენერალი ამ კორპუსის მეთაური. და ისინი ძირითადად განლაგებულები იყვნენ აი ოსმალეთის მიმართულებით და ნაწილი საქართველოში იყო. ეს ფორმაცია ისევე გაბოლშევიკდა როგორც მთელი ეს ოსმალეთის ფრონტი, ანუ საიმედო დასაყრდენი სახელმწიფოსთვის არ იყო, მაგალითს გეტყვით. ოზურგეთში როცა ბათუმი აიღეს, იქ 12000 ქართველი მებრძოლი იყო და 3000 ოსმალო უტევდა და 3 დღეში ეს ოპერაცია წარმატებით დაამთავრეს. ანუ ფაქტიურად არიმა იქ ჯარმა. იბრძოდნენ აი ეს გულანთებული ვინც მოხალისე იყო. მოხალისეში მარტო თავის ნებით ჩასულს არ გულისხმობ. თვითონ ჯარში ვისაც ხალისი შერჩა ის იბრძოდა და სახალხო გვარდია და ადგილობრივების ნაწილი. მასა არ იბრძოდა. მეოთხე პოლკი მაგალითად, როდესაც ოზურგეთზე დაიწყეს შეტევა, მაზნიაშვილი იყო ამ ფრონტის ხელმძღვანელი უკვე. მარჯვენა ფრთაზე აბსოლუტური გამარჯვება მოვიპოვეთ, იმიტომ რომ იქ სახალხო გვარდია იბრძოდა და მარცხენა ფრთაზე, რომელიც ოზურგეთს იცავდა, იქ იყო მეოთხე პოლკი. უბრძოლველად მიატოვეს ოზურგეთი და წავიდნენ. ანუ სერიოზული პრობლემა იყო მორალის და საბრძოლო ჟინის, ასე ვთქვათ. დიახ, აი როცა გადავალთ პროპაგანდაზე, იქ ნახავთ რატო იქცეოდა ეს ხალხი ასე. რატო ღალატობდნენ რეალურად საქართველოს, მაგას ვერ ხვდებოდნენ.